გამარჯობათ. თქვენ ხართ უსმენთ Mindsets მინდია გაბიჩვაძესთან და მე ვარ მინდია გაბიჩვაძე. დღევანდელ თემას ბევრს რომ არ გადაუხვიო, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მე ვისაუბრებ აუთიზმზე. ვიცი რომ ძალიან ბევრ თქვენგანს აგართ გაგებული, არა მხოლოდ საქართველოს პოდკასტებიდან, არამედ მსოფლიოს ირგვლივ ყველა ამაზე საუბრობს, ყველას რატომღაც ესეთი განვითარებული თემაა, იმიტომ რომ გაზრდილია ამის დიაგნოზი, ყველას აინტერესებს, ყველას აქვს სურვილი რომ გაიგოს, მაგრამ მე არ მინდა როგორც სხვა პერიოდში ვსაუბრობდი, რომ გლობალურ ტენდენციებზე ვილაპარაკო, მე იმენა საქართველოს ტენდენციაზე მინდა ვისაუბრო დღეს. იმიტომ რომ არ ვიცი რამდენმა თქვენგანმა იცით, მაგრამ საქართველოში უახლოესი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა შოკის მომგვრელი სიმართლე გამოავლინა. რა არის ეს მაგალითად? ამ კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენთან 8-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 4.25% აუტიზმის სპექტრუმის კრიტერიუმს უახლოვდება. თუ ამ მონაკვეთს ჩვენ გამოვყოფთ ბავშვებიდან ბიჭებზე და გოგოებზე, ბიჭების შემთხვევაში ეს ციფრი უფრო იზრდება, 6%-ს აჭარბებს. ამან რა მაჩვენა? ამან მაჩვენა ერთი ფაქტორი, რომ მიუხედავად ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაღაცაში ვცდებით და მინდა ამაზე ვისაუბრო, მინდა ვისაუბრო იმ თემაზე, რაც პირდაპირ საქართველოში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს რეიონებში ხდება. ერთი ფაქტორი არსებობს, რომ 10 წლების განმავლობაში აუთიზმი ჩვენ საზოგადოებაში სტიგმად და ჭრილში მოქცეულ თემა იყო. მე მაგალითად ესეც გავიგე, რომ 2000-იან წლებამდე დასაწყისამდე სამედიცინო სისტემაშიც კი თითქმის საერთოდ არ აქცევდნენ ამას ყურადღებას, არ აღრიცხავდნენ და არც დიაგნოზს არ სვამდნენ. აი ზუსტად ამ მონაცემებმა ეს ფაქტორი და ეს რაღაც გარკვეული დუმილი ჩემის აზრით ფაქტიურად დაანგრია. ეს ფაქტიურად არის ჩვენი რეალობა. ეს არის დღევანდელი ძალიან ბევრი ქართული ოჯახის რეალობა. მიუხედავად ამდენი ინფორმაციისა, რომელიც Google-ში შეგიძლია იპოვო, AI-ისგან იპოვო, ტელევიზორში გაიგო, ერთი ფაქტორი ასევე არსებობს, რომ რაღაც გარკვეული ფაქტორის გამო, რომელიც დღეს მინდა ამაზე ვისაუბროთ და იქნებ ჩვენ გავიგოთ, რომ რა არის, ეს არის ტაბუ, არ ინფორმაციის ნაკლებობა მაინც, რომ გარკვეულ ადრეულ ნიშნებს მშობლები მაინც ტოვებენ და არ აქცევენ ყურადღებას. მე ვიცი, რომ ქართულ კულტურაში ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი ფაქტიურად ყველასთვის ყველაფერია. შვილებს მაგალითად თავგანწირულად ვიცავთ და გვერდზე უდკავართ. მაგრამ ხანდახან მე რას მივხვდი, რომ აი ამ დაცვის სურვილს რეალობის უარყოფამდე მივყავართ. რას გულისხმობ ამაში? ძალიან ხშირად გამიგია ესეთი რაღაცა, რომ მშობლებისგან, ბებიისგან, ბაბუისგან, ბავშვებზე, რომ არაუშავს ისეთ ბავშვებზე მით უმეტეს, რომლებიც გარკვეულ ასაკში ვერ ლაპარაკობენ, ან თვალით კონტაქტს ვერ ამყარებენ ჩვენთან. ძალიან ხშირად გამიგია ესეთი რაღაცა, რომ არაუშავს, უბრალოდ წყნარი მორცხვი ბავშვია, ან გაიზრდება და გაულის ეს ყველაფერი, მამამისი და ბიძამისიც ესეთი იყვნენ, 4 წლამდე არ ლაპარაკობდნენ. ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით ვამბობთ, სიყვარულისგან მოდით. მაგრამ ასევე მეცნიერება გვეუბნება, თუნდაც ეს კვლევა, რომელიც ახლა გაგიზიარეთ, გვეუბნება, რომ ამ დროს შეიძლება უდიდესი შეცდომა მივიღოთ. ეს თემა მე ზუსტად იმიტომ ავირჩიე დღეს, რომ ჩვენს გარშემო ვხედავ უამრავ მშობელს, რომლებიც შიშისგან უბრალოდ პარალიზებულები არიან. ისინი თუნდაც ბავშვის ექიმთან მიყვანას ან ტესტირებას თავს არიდებენ. და რა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამის? ეშინიათ იარლიყების. უფრთხიან იმ სოციალურ სტიგმას, რომელიც საქართველოში არსებობს ზუსტად ამ ფაქტორთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა პოდკასტზე გაგვიკეთებია, ჩვენ ამ შიშზე მინდა ვისაუბროთ. მე მინდა ეს სტიგმები მეცნიერული ფაქტებით დავამსხვრიოთ.
და ასევე ყველაზე მეტად რაზეც მინდა ვისაუბრო, ის არის რომ რა ხელა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოზს. თუ რატომ არ ნიშნავს ადრეული დიაგნოზი განკურნვის ძიებას? იმიტომ რომ აუტიზმი არ არის დაავადება, რომელიც უნდა გაიგნიკურნოს. ეს არის ადრეული დიაგნოზი, არის უბრალოდ ბავშვის ტვინის რუქის ადრეული ასაკში შედგენა. ეს ბავშვს აძლევს იმის საშუალებას და მისცემს ზუსტად იმ ინსტრუმენტებს, რაც სჭირდება დამოუკიდებელი, სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. მოდით ერთხელ და სამუდამოდ მოხსნათ შიში ამ დიაგნოზზე და მოდი დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი. იმისთვის, რომ ეს შიში დავძლიოთ, ჯერ ზუსტად უნდა გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე. მოდი ჩაუღრმავდები იმას, თუ რას ნიშნავს ეს დიაგნოზი სინამდვილეში და მოვაშოროთ ერთხელ და სამუდამოდ წლების განმავლობაში დაგროვილი მითები. ყველანაირ სამედიცინო ტერმინოლოგიას მინდა ხაზი გადაუსვა და უბრალოდ ავხსნა რა არის აუტიზმი მარტივ ენაზე. ერთი წუთით თუ წამომყვები, რომ წარმოიდგინო, რომ ჩვენი ტვინი არის კომპიუტერი. ძალიან ბევრი ადამიანების ტვინი მუშაობს Windows-ზე, Windows სისტემაზე. მაგრამ ძალიან ბევრის მუშაობს Macintosh-ზე. ის გაფუჭებული კი არ არის, ან გატეხილი კი არ არის. ის უბრალოდ სხვა კოდით არის დაწერილი. ის სხვანაირად ამუშავებს ინფორმაციას, სხვანაირად აღიქვავს ფერებს, სხვანაირად ხედავს ხმებს, ისმენს ხმებს და სხვანაირად გრძნობს ადამიანურ ემოციებს. მეორე ფაქტორი არსებობს, როდესაც ჩვენ ვამბობთ იმ სიტყვას ვიყენებთ autism spectrums, ძალიან ბევრს გონია, რომ ეს არის ერთი სწორი ხაზი, სადაც ერთ მხარეს აქვს სუბუქი ფორმა და მეორე მხარეს აქვს ძალიან მძიმე ფორმა. მაგრამ სვინამდვილეში სპექტრი უფრო გავს მუსიკალურ ხმის პულტს. აი ძალიან დიდი პულტები ყველას გაქვთ ალბათ ნანახი. სადაც უამრავი სხვადასხვა რეგულატორია. წარმოიდგინე, რომ ერთ ბავშვს შეიძლება მეტყველების რეგულატორი ჰქონდეს ძალიან მაღლა აწეული და ძალიან კარგად ლაპარაკობდეს, მაგრამ სენსორული მგრძნობიარობის რეგულატორი ჰქონდეს პიკზე და უბრალოდ ხმაც კი შოკში აგდებდეს ამ ბავშვს. მეორე ბავშვი კი შეიძლება პირიქით იყოს. საერთოდ არ შეეძლოს ლაპარაკი, მაგრამ საოცრად შვიდი, არც ხმა აწუხებდეს, არც არანაირი სხვა სენსორი არ აწუხებდეს. სწორედ ამიტომ ორი ერთნაირი აუტიზმის მქონე ბავშვი, ადამიანი ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. თითეული მათგანი სამყაროს სრულიად უნიკალური კომბინაციით აღიქვამს. ამაში ძალიან ხშირად გვეხმარება და ძალიან ადვილად გვეხმარება თუნდაც დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. ორი მთავარი კრიტერიუმი არსებობს. პირველი არის სოციალური კომუნიკაციის თავისებურება, როგორ ამყარებს კონტაქტს სამყაროსთან ბავშვი ან ადამიანი და მეორე არის განმეორებადი ქცევები ან ვიწრო ინტერესები. როცა ბავშვია მაგალითად მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემითაა გატაცებული, ან გარკვეულ მოძრაობებს იმეორებს გამოდმებით. აი ამ ორი კრიტერიუმს თუ მივაქცევთ ყურადღებას, უფრო კიდევ მივხვდებით, რომ აქ გასაკურნი არაფერი არ არის. ამასთან ერთად დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრიო ორი მთავარი მითი, რომელიც აუტიზმთან არის დაკავშირებული. და ეს მითები ძალიან ხშირად ბევრ მშობელს ურევს გონებას და მოსვენებასაც კი არ აძლევს. პირველი, ეს არის რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს. ეს არის მეცნიერულად ტყუილი კვლევა, რომელმაც ეს მითი შვა ჯერ კიდევ წლების განმავლობაში თავიდანვე განიცადა სასტიკი კრიტიკა.
ამ კვლევის ავტორს სამედიცინო ლიცენზიაც კი ჩამოართვეს. აუტიზმი არის გენეტიკური და ნეირობიოლოგიური მოცემულობა. ვაქცინა აქ არაფერ შუაში არ არის. ზუსტად იგივე, რომელიც მე ჩემი თავი რო გაგაცანით ADHD-სთან დაკავშირებით. მე ADHD ბულინგის ან გაზრდით კი არ გამიგია, ჩემი ტვინი ეგრე არის ჩამოყალიბებული. მეორე მითი არსებობს კიდე, რომელიც ძალიან ხშირად საქართველოში გამიგია. და აი რო იძახიან ხოლმე, იცი რომ რაღაცები შენ კანის ქვეშ რო დაცოცავენ, აი ესეთი რაღაცა მემართება ამას რომ გავიგებ ბავშვებთან დაკავშირებით, რომ ბავშვი უბრალოდ ჯიუტია, ან გათამამებულია და კარგად არ არის აღზრდილი. როცა იმ ბავშვს, აუტიზმის ბავშვს, როდესაც სენსორული პრობლემები აქვს და როდესაც მათ ხალხთა მრავალ ადგილას გაიყვანენ, მაგალითად სავაჭრო ცენტრში. მათ ისტერიკა ეწყებათ. კი, ამაში გეთანხმებით, ისტერიკაში ვარდებიან. ხალხი ძალიან ხშირად ეგრევე აკეთებს ისეთ დასკვნას, რომ უზრდელია, შობელი ვერზდის, უნდა ასწავლო როგორ უნდა მოიქცეს. არა, ეს ჯიუტობა არ არის ხალხნო. ეს არის ნერვული სისტემის გადატვირთვა იმ ბავშვისთვის. ეს არის იმ ბავშვისთვის სენსორული შოკი. ამ პერიოდში იმ ბავშვის ტვინი ერთდროულად შემოსულ 1000 ხმას და სინათლეს ვეღარ უკლავდება და ის უბრალოდ ბრძოლას იწყებს ამასთან დაკავშირებით. ისე როგორც თვითონ შეუძლია. გთხოვთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ორ მითს გადაუსვათ ხაზი და აღარ გავიმეოროთ. როგორც ხედავთ, ეს უბრალოდ სიჯიუტე ან ცუდი აღზრდა არ არის. ეს სრულიად სხვანაირი აღქმა. მაგრამ როგორ უნდა შევამჩნიოთ ეს განსხვავებულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, სანამ ბავშვი გაიზრდება? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე უბრალოდ ხასიათთან კი არა, სხვა ოპერაციულ სისტემასთან გვაქვს? ყველა ნიშნები აუტიზმთან დაკავშირებით ასაკთან ერთად იცვლება. და ამაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. მოდი შევხედოთ და გავყვეთ თანამიმდევრულად. მაგალითად, ადრეულ ასაკში 0-დან 2 წლამდე. ამ შემთხვევაში სამი მთავარი ფაქტორებია, რომელმაც შეიძლება დაგვანახოს, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს. ეს არის თვალის კონტაქტი, სახელზე რეაქცია და გარკვეული ჟესტები. თუ მაგალითად 1 წლის ბავშვს სახელს უძახით და ის არ აქცევს ამას ყურადღებას, იქცევა თითქოს საერთოდ არ ესმის, მაგრამ ამავე დროს მინდა გავამახვილო, რომ სმენითი ყველანაირი მოვალეობა წესრიგში აქვს ამ ბავშვში. თუ ის თვალებში არ გიყურებთ, როცა აჭმევთ ან ეთამაშებით, ესეც ფაქტორია. თუ არ იყენებს საჩვენებელ თითებს, რომ მიგითითოთ იმაზე, რაც უნდა, აი ეს ყველა სამი ფაქტორი შეიძლება იყოს წითელი ნათურის ანთება. ასევე ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად გამიგია ესეთი, რომ თუ ბიჭია, მით უმეტეს, რომ ბიჭები გვიან იწყებენ ამას ყველაფერს. არ დაუჯეროთ ამას. არ დაუჯეროთ, უბრალოდ მიმართეთ პირველ რიგში ბავშვის ექიმს, პედიატრს. და უბრალოდ აუხსენით ეს ყველა ფაქტორები. შეიძლება თქვენ ხართ ძალიან სენსორი იმ შემთხვევაში, სენსიტივი ხართ იმ შემთხვევაში და ეს ექიმი ამას ყველაფერს გაგარკვევთ. ეხლა სკოლამდე ასაკის ბავშვები 3-დან 5 წლამდე. აქ უკვე თამაში ჩანს ყველაფერი. აუტიზმის მქონე ბავშვი ხშირად არ თამაშობს როლურ თამაშებს. მაგალითად, მანქანების ერთმანეთთან შეჯახებას, ან თოჯინის დაძინებას, ან რაღაც სახლის მოწყობას, ან რაღაცას. ისინი უფრო წკრივში აწყობენ სათამაშოებს ფერების ან ზომის მიხედვით. ასევე მათ უჭირთ რუტინის შეცვლა. თუ ბაღში წასვლისას ჩვეული გზიდან გადაუხვევთ, ამან შეიძლება უდიდესი სტრესი გამოიწვიოს ამ ბავშვში. და ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ აქ შეიძლება აუტიზმი არის ჩამოყალიბებული. ასევე მიმართეთ ექიმს. უბრალოდ აუხსენით ეს ფაქტორები.
სასკოლო ასაკში ცოტა სხვანაირია. აქ პირველ მხარეზე შემოდის სოციალური ურთიერთობები. ბავშვს უნდა მეგობრობა, მაგრამ არ იცის როგორ. იმიტომ რომ ისინი ვერ ხვდებიან, ვერ კითხულობენ სოციალურ ნიშნებს. ვერ ხვდებიან, ცოტა უხეში სიტყვა ვერ ხვდებიან. ვერ აღიქვავენ. როდის ხუმრებიან, ან როდის არის საწყენი, რასაც იქვე სხვა ბავშვები ეუბნებიან. ამას ამავე დროს ემატება სენსორული რეაქციები. შეიძლება მაგალითად ტანსაცმლის იარლიყი აგიჟებდეს. ან კლასში კალმის ჩხაკუნის ხმაზე კონცენტრაციის სრულად კარგავდეს და უბრალოდ ვერ იტანდეს. ეს ყველაფერი ასევე აჩვენებს, რომ შეიძლება სპექტრუმთან მქონდეს შეხება ამ შემთხვევაში. ამ დროსაც კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ეს პერიოდი. ძალიან ხშირად, როდესაც მშობელი ამ ნიშნებს ხედავს, პირველი რაც არის, რაც მე გამიგია მშობლებისგან, მათი შფოთვა პიკში აღწევს. და დგება მომენტი, როცა თუნდაც რაც მე ეხა გაგიზიარეთ, რომ სპეციალისტის კაბინეტში უნდა მიხვიდე. აი აქ იწყება ყველაზე რთული ეტაპი, ოფიციალური დიაგნოზის დასმა და იმ ემოციური ქარიშხლის გადატანა, რომელიც ოჯახს თავს ატყდება ამ პერიოდში. საქართველოში დიაგნოსტიკის პროცესი ძალიან ხშირად არის ნამდვილი ოდესეა მშობლისთვის. დიაგნოზს ოფიციალურად სვავს მულტიდისციპლინარული გუნდი. ეს არის ბავშვთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ნევროლოგი. როდესაც მშობელი პირველად ისმენს სიტყვა აუთიზმს, ის ფაქტიურად შედის გლოვაში. ეს არის გლოვა იმ იდეალური ბავშვის მომავალზე, რომელიც მშობელი ფიქრობდა, რომელიც მშობელს ჰქონდა წარმოდგენილი, რომელიც მათ თავის თავში ჰქონდა დახატული. პირველი რაც იწყება ამ შემთხვევაში, ზუსტად რაც ერთ-ერთი საფეხურია სხვა გლოვის პერიოდში. ეს არის, რომ მშობელი ძალიან ხშირად უარყოფს ამას. არა, ჩემი შვილი უბრალოდ ნიჭიერია, გენიოსია, იმიტომ იქცევა ასე. ამის შემდეგ მოყვება დანაშაული მშობლისგან. ძალიან ხშირად გამიგია, რომ იძახიან, რომ ვაიმე ორსულობის დროს რაღაც შეცდომა ხო არ დაუშვი. ძალიან ადრე ხო არ მივეცი ტელეფონი და ძალიან ბევრჯერ ხო არ მივეცი ტელეფონი. და იცით რა ხდება საქართველოში კიდე? ამ სტიგმას და შიშის გამო მშობლები წლობით მალავენ ამ პრობლემას და არ აღიარებენ. და აი ზუსტად ამიტომ ჩვენ მივდივართ გვიან დიაგნოზამდე 8, 10, 12 წლის ასაკში. რაც კვლევა მაჩვენა, რომელიც დასაწყისში გაგიზიარეთ. მე მინდა მშობლებს ერთი რაღაცა გთხოვოთ, რომ წარმოედგინეთ აი ამ პერიოდში ბავშვი, რომელიც მთელი თავის ბავშვობაში გავიდა იმ პერიოდს, როდესაც თვითონ გრძნობდა, რომ თითქოს რაღაცა ჭირდა, ან უცხო პლანეტელი იყო. ვერ ხვდება რატომ ვერ ეწყობა სამყაროს. თქვენთვის შეიძლება დიაგნოზი იყოს შოკი და შფოთვა, მაგრამ ბავშვისთვის ძალიან ხშირად ეს დიაგნოზი არის შვება. ბავშვები იძახიან, რომ აი ხა მე მესმის თუ რა არის ჩემი მდგომარეობა. ერთმა ბავშვმა კი ისიც კი მითხრა, რომ თურმე გიჟი კი არ ყოფილო, არ უბრალოდ სხვანაირად აღვიქვავ სამყაროს. ჩემი ტვინი სხვანაირად მუშაობს. ზუსტად ამიტომ არის, რომ ყველა სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ ადრეული დიაგნოზი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე მხარე არის ამაშიც. ტვინის პლასტიურობა. წარმოედგინეთ 2-დან 5 წლამდე ბავშვის ტვინი პლასტელინივით არის. ნეირონული კავშირები ძალიან სწრაფად იქმნება. და თუ ჩვენ ამ ასაკში სწორად ჩავერევით, ჩვენ კი არ გამოვაჯამრთელთ ბავშვს. კიდევ ერთხელ, რადგან აუტიზმი დაავადება არ არის. არამედ მის ტვინს ვასწავლით ალტერნატიულ, უფრო მარტივ გზებს სამყაროსთან როგორ დაკონტაქტდეს.
მათ შეექმნებათ უნარი, რომ კომუნიკაცია გახსნან თავის სამყაროსთან და მათ გვერდზე მყოფებთან. სამწუხაროდ საქართველოში დღეს ძალიან დიდი ხელმისაწვდომის პრობლემაა ამ სფეროსთან დაკავშირებით. თბილისში არსებობს ძალიან ბევრი პროგრამები და დაფინანსებაც, მაგრამ რეგიონებში ძალიან ხშირად ეს ჭირს. მშობელმა არ იცის რა ქნას თელავში, ზუგდიდში, ოზურგეთში. ძალიან ხშირად აი ამ ადგილებში კვალიფიციური სპეციალისტებიც კი არ არსებობენ. ეს არის დღევანდელი რეალობა, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა გაუსწოროთ თვალი და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. დაფინანსება და კლინიკების ძიება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. როდესაც ჩვენ დიაგნოზი უკვე ხელში გვიჭირავს, ჩნდება მთავარი კითხვა. აი ხა რა ვქნათ? რა მეთოდები მუშაობს რეალურად და რა დაეხმარება ბავშვს განვითარებაში? სოფლიოში მაგალითად ყველაზე პოპულარული მეთოდი არის ABA-ს თერაპია. ეს არის გამოყენებითი ქცევითი ანალიზი. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა არსებობს ამის მიმართ. ზოგი ამბობს, რომ ძველი ABA მეთოდები ძალიან რობოტულს ხდის ბავშვებს. მაგრამ მინდა გაგიზიაროთ, რომ თანამედროვე ჰუმანური ABA მეტყველების თერაპიას და სენსორული ინტეგრაციასთან ერთად საოცრებებს ახდენს. სენსორული ინტეგრაცია ეხმარება ბავშვს, რომ საკუთარი სხეული და გარემო აღიქვას სტრესის გარეშე. მაგრამ ერთი ფაქტი არსებობს ამაში და ეს მინდა საიდუმლო გაგიზიაროთ. თერაპევტთან კვირაში 2 და 3 საათი ვერაფერს შეცვლის, თუ მთავარი თერაპევტი მშობელი არ გახდა. სახლი არის გარემო, სადაც ტვინის გადაწყობა უფრო მეტად ხდება. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება რომ არ ვახსენო, რომ როდესაც მშობელი მთავარი თერაპევტი ხდება, მათი ტვირთი იზრდება და ძალიან ხშირად აქ უშვებთ შეცდომას. იმიტომ რომ ჩვენ ამ პერიოდში ფოკუსირება გადაგვაქვს მხოლოდ ბავშვზე და სრულიად გვავიწყდება ის ადამიანები, ვინც მის გარშემო არიან და ამ ტვირთს ატარებენ. აუტიზმი არ არის მხოლოდ ერთი ბავშვის დიაგნოზი. ეს არის მთელი ოჯახის დიაგნოზი. მშობლებს ძალიან ხშირად ემოციური გადაწვა, რაც ჩვენ ვისაუბრეთ burnout-ი, ემართებათ. და ამაზე ფაქტიურად არავინ არ საუბრობს. მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ ქართველი დედები ძირითადად საკუთარ ცხოვრებას, კარიერას, ჯანმრთელობას სრულიად სწირავენ ამ პროცესისთვის. მათ ასევე მუდმივი შფოთვა უჩნდებათ. სირბილი ერთი თერაპიიდან მეორეზე, იმ წიგნის წაკითხვა, იმ ორგანიზაციაში მისვლა ფაქტიურად ბოლოს აყალიბებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განადგურებულ მშობელს. და მინდა გახსოვდეთ, რომ გადამწვარ გაუბედურებულ მშობელს ბავშვისთვის სიკეთე არ მოაქვს. მხოლოდ ძლიერ ჯანსაღ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერ მშობელს შეუძლია ის მთავარი თერაპევტი გახდეს ბავშვისთვის. კიდევ ერთი ალბათ ყველაზე მტკივნეული თემა, რაც ამ ოჯახებში ხდება, ეს არის დავიწყებული ბავშვები. აუტიზმის მქონე ბავშვის დები და ძმები. მთელი ოჯახი და მთელი ოჯახის რესურსის და ყურადღება და ფინანსები მიდის აუტიზმის მქონე ბავშვებზე. და ნეიროტიპიული და ძმები ხშირად იზრდებიან იმ განცდით, რომ მათი ემოციები, მათი წარმატებები თუ პრობლემები არავის არ აინტერესებს. ისინი ფაქტიურად ნაადრევად დიდდებიან და თვითონ იწყებენ საკუთარ თავზე პასუხისგებლობას. ამას ასევე ოჯახში უერთდება წყვილებში დარტყმა ურთიერთობაზე. სტატისტიკურად ეს ნაჩვენებია, რომ ოჯახები, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი იზრდება,
განქორწინების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არის ვიდრე სხვა ოჯახი. როცა ცოლი და ქმარი ამ პარტნიორები მხოლოდ მომვლელის როლში გადადიან, კაცის და ქალის ურთიერთობა და პარტნიორების ურთიერთობა ფაქტიურად კვდება. ამას ყველაფერს ასევე ემატება საზოგადოებრივი სტიგმის ფონი. ძალიან ხშირად მეზობლები რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ, რომ რჩევას გაწვდიან, რომ ვიღაც ექიმბაში იპოვე, რომ რაღაც მინერალები და რაღაც ვიტამინები აკლია და ეს ყველაფერი ფაქტიურად აძლიერებს ამ სტიგმას და აძლიერებს ამ სტრესს ამ ოჯახთან დაკავშირებით. აუტიზმის ბავშვები ამას ყველაფერს გრძნობენ. შეიძლება ისინი ვერ გამოხატავენ, მაგრამ შინაგანად ისინი ხვდებიან, რომ რაღაც გარკვეულ ფაქტორთან მათი მდგომარეობაა დაკავშირებული. ძალიან ხშირად მშობლები სახლში გარკვეულ სტაბილურობის მიღწევას აკეთებენ, მაგრამ როდესაც ეს ბავშვები გადიან სახლიდან და ამ დაცულ გარემოს ტოვებენ, სკოლაში მიდიან, ანუ სხვა ადამიანებთან შედიან ურთიერთობაში, ძალიან ხშირად უხეშ რეალობას ეჯახებიან. საქართველოში ჩვენ გვაქვს ინკლუზიური განათლება. გვაქვს სპეციალური პედაგოგები, მაგრამ მოდით გულახდილად შევხედოთ ამ ფაქტორებს. რეალურად ეს სისტემა ფორმალურია. მე მაგალითად ეს პირადად ამაქვს დანახული საქართველოში. აი დასავლეთში სხვანაირად ხდება. კლასი და გარემო ადაპტირებულია ბავშვზე. ჩვენთან კი პირიქით ბავშვს თხოვენ, რომ კარგად მოიქცეს თავის კლასთან და ცოტა სიჩუმეში იჯდეს, როდესაც 35 ბავშვი უზის გვერდზე. ძალიან ხშირად ამის შედეგი ხდება ბულინგი ან სოციალური იზოლაცია. აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად ხდებიან დაცინვის ობიექტები. როგორც წინა ადრე ვახსენე, მათ არ ესმით სოციალური მიდგომები ძალიან ხშირად. ისინი სხვანაირად რეაგირებენ. ბულინგი და იზოლაცია ამ ბავშვებში ძალიან ხშირად ტოვებს ქრონიკულ ტრავმას. აი ამ შემთხვევაში მინდა პედაგოგებს მიმართო, რომ პედაგოგი არის ფაქტიურად საკლასო ოთახის კლიმატის შემქმნელი. თუ მასწავლებელი კლასს აუხსნის, რომ მაგალითად გიორგი სხვანაირად აღიქვამს, როდესაც ბევრი ხმა ესმის, ის ხმას ისე განიცდის, როგორც აი ვთქვათ, უმრავლესობა ჩვენი ან სხვები აფეთქების ხმას გაიგებენ. ბავშვები ამას გაიგებენ. ბავშვები ბუნებით სასტიკები არ არიან. ისინი ყოველთვის ბაძავენ უფროსების რეაქციას. თუ უფროსი რიღავს განსხვავებულს, ბავშვი ზუსტად იმავეს გააკეთებს. და ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველაფერს ამას. კი ეს ყველაფერი დაწყებიდან სკოლამდე ეს მთელი გზა შესაძლებელია, რომ ძალიან რთულად მოგეჩვენოთ. მაგრამ მინდა იცოდეთ, ის ვინც ამ მდგომარეობაში ხართ, რომ ამ გზაზე ძალიან ბევრი იმედია, ვიდრე სირთულე. თუ კი სწორ ნაბიჯებს დროულად გადავდგავთ. მინდა დღევანდელი ეპიზოდი ერთი მთავარი აზრით მივიყვანო დასრულებამდე. ადრეული შემჩნევა და დიაგნოზი უდრის უკეთეს პროგნოზს. აუტიზმი არ არის განაჩენი. ეს არის უბრალოდ ცხოვრების სხვა წესი. სხვაგვარი ხედვა. თუ შენ მშობელს თუნდაც 1% გეპარება ეჭვი, თუ რაღაც ინტუიცია კარნახობს, რომ ბავშვი სხვანაირად ვითარდება, ნუ დაუჯერებ მეზობელს, ნუ დაელოდები 4 წლამდე ბავშვის მიღწევას. მიმართე სპეციალისტს. მიუხედავად იმისა, რომ არის პრობლემა, მაინც არსებობენ საქართველოში განვითარების ცენტრები. არსებობენ პროგრამები, სადაც მათ შეუძლიათ პირველადი სკრინინგის ჩატარება. მიმართეთ თქვენს ბავშვის პედიატრს
და მოითხოვეთ მიმართვა. ჩემი ყველაზე დიდი და ოპტიმისტური რეკომენდაცია მშობლებისთვის არის ეს, რომ შეწყვიტე ბრძოლა აუტიზმთან. შენ შვილს შენი ბრძოლა კი არა, შენი მიმღებლობა სჭირდება. როდესაც შენ მას მიიღებ ზუსტად ისეთს, როგორიც არის, თავისი უცნაურობით, თავისი საოცარი სამყაროთი და გულწრფელობით, დაინახავ, რომ ეს ბავშვი ძალიან ხშირად არის საოცრად ნიჭიერი, ერთგულები და განსაკუთრებულები არიან. შეცვალე შიში ცოდნით. 100% თუ არა, 60%-იც სილიკონ ვალში, სადაც ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ტექნოლოგია იქმნება და ვითარდება, აუტიზმის სპექტრუმის ხალხით არის შექმნილი. აი თუნდაც მე ხა თქვენ როგორც რითიც გიკავშირდებით, 80% ამის გამკეთებლები ამ სპექტრუმზე მყოფები არიან. კიდევ ერთხელ, მოდი შევცვალოთ შიში ცოდნით. მადლობელი ვარ, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავი. მოდი გავუზიარე ეს ეპიზოდი იმ მშობელს, რომელსაც ახლა შესაძლოა ზუსტად ეს სიტყვები სჭირდება გასამხნევებლად. ასევე ჩემი თხოვნა, გამოიწერე ჩემი არხი და გამომყევი სხვა სოციალურ მხარეებზე. მადლობა და შემდეგ კვირამდე.